Ფსკერის დასუფთავების აქციას დაესწრო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გეგლა გულაშვილი სარფში გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა. აქცია პროექტ შავ ზღვაში გარემოს დაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების ფარგლებში გაიმართა. პუნქტებმა შავი ზღვის ფსკერის კონკრეტული მონაკვეთი 20 მეტრის სიღრმეზე დაასუფთავეს. მინისტრმა დაივერებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა უკრაინელ კოლეგებთან, უკრაინულ სამეცნიერო წრეებთან, რომლებიც სისტემატურად ჩამოდიან ხოლმე საქართველოში და მათთან ერთად ძალიან ბევრ კვლევას ვატარებთ. ეს მცენარე, რომელიც ლათინური დასახელებაა ცისტოზირა ბარბატა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მეცნიერები ამბობენ, ცალსახად და ერთშორისად მიუნთებს იმაზე, რომ შავი ზღვის ეს მონაკვეთი არის სუფთა. დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით პროექტ ემბლასტის ფარგლებში, რომელიც ახორციელებს შავი ზღვის მონიტორინგს. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ შევაგროვებთ აქ ინფორმაციას, რათა გავიგოთ, რა მდგომარეობაა შავ ზღვაში, რომ განვახორციელოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.